მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საფასუხო მატჩი საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6-1 გაანადგურა. ვილის სანიოლის გუნდს სომხეთში გამართული პირველი მატჩი 0-3 ჰქონდა მოგებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ B ლიგის საგზურიც პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა. მაგრამ ამის მიუხედავად ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ბრწყინვალე სანახაობა აჩუქეს და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს. ჩვენი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და მეტოქის კართან მომენტი მრავლად შექმნა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში მეოთხე წუთზე ოთარ კიტაიშვილმა გახსნა, რომელმაც კიტაიშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა, თუმცა რიკოშეტის გამო გოლი სომხეთის მცველს ჰაროინს ჩაეწერა. მე-14 წუთზე თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა და სხვაობა 2-მდე გაზარდა. მალევე მიქაუტაძემ საგოლე პასი შეასრულა და გიორგი ჩაკვეტაძეს გაატანინა, რის შემდეგაც ანგარიში 3-0 გახდა. 27 წუთზე კიტაიშვილმა მაინც შეძლო სტატისტიკაში გოლის მიზერა. ქართველმა ნახევარმცველმა კვარაცხელიას პასი ზუსტად გამოიყენა და სხვაობა 4 ფუტამდე გაზარდა. პირველ ნახევარში სომხების განადგურებას წერტილი გიორგი მიქაუტაძემ დაუსვა, რომელმაც 35 წუთზე მეტოქე ფეხბურთელების შეცდომით კარგად ისარგებლა და ბრწყინვალე შესრულებით ანგარიში 5-0 გახადა. მეორე ნახევარში გულშემატკივრებმა კიდევ 2 გოლი იხილეს. აქედან ერთი სომხების, ერთი კი ქართველების შესრულებით. 58 წუთზე სეიმნაკმა ორმაჩიან დუელში პრესტიჟის გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 73 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა. საგულისხმოა რამდენიმე გარემოება. გიორგი ჩაკვეტაძემ დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მაისურით მე-10 გოლი გაიტანა. მის ანგარიში კი 10 საგოლე გადაცემა. რითაც ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით ამ სტატისტიკას მიაღწია. ასევე გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელი დუბლით ეროვნულ გუნდში 20 გოლი დააგროვა და ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩვენს ნაკრებში 20 და მეტი გოლის გატანა შეძლო. აქამდე მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ შოთა არველაძეს ჰქონდა, რომელიც 26 გოლით საქართველოს ნაკრების საუკეთესო გოლიადორია. ამასთან ხვიჩა კვარაცხელიამ მე-18 გოლი გაიტანა და თემურ გეცბაიას გადაასწრო, რომელსაც 17 გოლი ჰქონდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ვილის სანიოლი ყოველთვის სურს, რომ საუკეთესო შედეგს მივახციოთ. ამ ეტაპზე აუცილებელი იყო B დივიზიონში დარჩენა. მაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, რომელიც უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. ძალიან მომეწონა მოედანზე შესული ფეხბურთელები. მიქაუტაძე ახლა თავის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვფიქრობ, უფრო მაგარიც გახდება. ვიმედოვნებ, რომ უკეთესი სეზონები ექნება და თუ თავის კლუბში ასე თამაშს გააგრძელებს, მაშინ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. გოგლიჩიძე ძალიან მომეწონა. დღეს საბას გვერდში კაში აღყავდა და მისი პროფესიონალიზმი უფრო დაიხმარა. ზოგადად ვფიქრობ, დაცვაში სწორი მიმართულებით მივდივართ. საბას სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი გყავს. დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული. საფეხბურთში პრიორიტეტი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იქნება. ახალგაზრდები სლოვაკეთში გაემგზავრებიან და ეს მათი გამოცდილებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება ბუდუს, ის ნაკრებს კარგად ეწყობა, მაგრამ მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მის სათათარიგოზე დატოვება შეუძლებელი იყო. მესმის შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებები იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ნაკრებში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ ვიტყვი, რომ თავიანთ კლუბებში ფორმა შეინარჩუნონ და შანსს აუცილებლად მიიღებენ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებოდი. ესპანეთს ბოლო რამდენიმე წელსში ბევრჯერ ვეთამაშეთ, ამიტომ სიახლეებს ვისურვებდი. მაგრამ ამას საბოლოო მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერ ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. თავარია მოედანზე მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. 3-4 წლის წინ გადავწყვიტეს 3 მცველით მეტამაშა, რამაც გაამართლა. ახლა გოგლიჩიძე და ლოშოშვილი თავის კლუბებში ბევრს თამაშობენ და ეს ტაქტიკის შესრულის შესაძლებლობას გვაძლევს. ფეხბურთში არადროს იცი რა მოხდება. შესაძლოა ტრავმები იყოს, ან სხვა ნიუანსები. მეტოქესაც გააჩნია, ამიტომ ბევრი სქემის დალაგებაა საჭირო. ჯონვანცხიპი განსაკუთრებული არაფრის თქმა შემიძლია. ბევრი სათქმელის არ მოქვს. დღეს გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც ჩვენზე 10-ჯერ უფრო მაღლა იდგა. თავარი განსხვავება მომწიფებულობა იყო. დამსახურებული შედეგი დაფიქსირდა, თუმცა სულელური შეცდომები დაუშვით და გოლებამდე 3 არასაჭირო ეპიზოდი მივიღეთ.
საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ბურთთან თავს კომფორტულად გნობს და ჯვაროსნები გუნდურად თამაშობენ. ერთს ვერ გამოვარჩევ. საქართველოს როგორც გუნდი არის მაგალითი, რომლისგანაც შეგვიძლია ვისაუბროთ და მსგავსი მიმართულებით ვიაროთ. თუ მეცოდინება რომ შეხვედრას ასე დავიწყებდით, მაშინ თავიდანვე 11-ვე ფეხბურთელს შევცვლიდი. 3 წუთის შემდეგ უკვე 1-0 იყო. საქართველოს კი ბრწყინვალე თავდაჯერებით თამაშობდა. პირველი 3 გოლის ეპიზოდი საკმაოდ არაპროფესიონალურად მოვიქესის. ბურთს ისეთ ადგილებში ვკარგავდით, სადაც არ უნდა დაგვიკარგა. საკმაოდ რთული გამოცანა იყო თამაში დაბრუნება. ყველა შოკირებული იყო და რეაგირება არ შეგვიძლია. პირველ რიგში მინდა სომხ-გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადო, რადგან ეს ყოველთვის მიუღებელი შედეგია. მიქაუტაძეს შესახებ ჩემს რამდენიმე დღის წინანდელ პასუხს გავიმეორებ. როდესაც ის აიაქსში იყო, მაშინ სხვა სიტუაცია იყო. ის გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებდა. შემდეგ კი რაც მოხდა, ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მას წასვლა უნდოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა. როდესაც მე აიაქსში დავინიშნე სხვანაირ ფორმაში იყო, ასევე კლუბშიც რთული ფინანსური მდგომარეობა იყო და მისი გაყიდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მე არასდროს მithქვამს, რომ ის ცუდი ფეხბურთელია. პირიქით, ძალიან ნიჭიერია. მე მასთან ერთად მხოლოდ 4 კვირა ვიმუშავე და მისი გაცნობა კარგად ვერ მოვასწარი. საბოლოოდ ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პირველ ტაიმში 3 შეცვლა იმიტომ გავაკეთე, რომ 4-0-ს ვაგებდით. რაღაც არასწორად მიდიოდა და გვინდოდა რაღაც ცვლილებები შეგვეტანა, რომ შევძლებოდა მთელ გუნდს შევცვლიდი. გადავწყვიტე ნახევარმცველი შემეცვალა, რადგან ვინც შემოვიდოდა უფრო მობილიზებული ყოფილიყო. სისულელე იქნება იმის ხმა, რომ ცვლილებები გამართებული იყო, რადგან 6-1 წავაკეთე. მაგრამ ამ გადაწყვეტილებებმა მცირედი გავლენა მაინც იქონია. ფიქრობ ახლა ბ-დივიზიონი ჩვენი გუნდისთვის ზედმეტად რთული გამოწვევაც იყო. ამიტომ ეს მარცხები კატასტროფულ ტრაგედიას არ წარმოადგენს. საქართველოს მადლობას ვუხდი მასპინძლობისთვის და ღირსეული თამაშისთვის. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შეხვედრის ბოლოს მომხდარი ინციდენტი არ მესიამოვნა. დღეს ჩვენმა გუნდმა მძიმე მარცხი მიიღო. ფანები ძალიან დამწუხრებულნი იყვნენ. ამიტომ ქართველების საქციელი საკებარი ნამდვილად არ იყო. გარდა მწვრთნელებისა მატჩი ორივე გუნდის ფეხბურთელებმაც შეაფასეს. კაროიანი. არაფრის თქმა არ მსურს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი იყო ჩემს კარიერაში. საქართველოს უღოცავ. მათ ეს ყველაფერი დაიმსახურეს. მატჩზე ბევრი თქმა არ შემიძლია. ეს დიდი დარტყმა, რომელიც გარდამტეხ ფაქტორად უნდა გავიხადოთ, სვლა უნდა გავანაგროთ და არ უნდა გავჭედეთ. მარცხი ფეხბურთის ნაწილია. ამიტომ მასზე ჩასიკლა არაფერი კარგის მომტანი იქნება. კი, დაბადების დღე არის დედაჩემის და უთხარი რომ გავიტან დღეს შენთვის და დავიწერე პატარა მესაჯი. კი, მაგარი იყო. ვიცით როგორ დამთავრდა აქ ის თამაში რომ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ეხლა დავბრუნდით და გვინდოდა მოგვება და 6-1 მოვიგეთ. ყველაფერი ვქენით რომ სუპერა ხალხი ვინც მოვიდა აქ და ქართული ხალხი გავახარებთ. კაი იყო. მე რო ჩამოვდივარ აქ კლუბშიც ვცდილობ რომ დავეხმარო აქ ნაკრებში და იქ ლიონში. სულ ყველაფერს ვაკეთებ რომ 100%-ზე ვიყო და არ ვიცი როგორ გითხარო დავეხმარო ჩემ ქვეყანას. დინამო არნა ჩვენს განსაკუთრებული სტადიონია, რაც ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. განსხვავებული ემოციები გვაქვს ამ სტადიონზე თამაშისას. ალბათ უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთელები, ესეთ სიამოვნებას მე პირადად არც ეს სტადიონზე თამაშის დროს არ მიმიღია და ძალიან მაგარი გრძნობაა და რა თქმა უნდა ჩემი დუბლიც ძალიან გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის კარგი თამაში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, რაც პირველივე წუთებიდან ძალიან მაღალ დონეზე მოვახერხეთ და ვიხარია რომ ესეთი კარგი შედეგი ვაჩვენეთ და კარგი თამაში. ძალიან ვისიამოვნეთ, მაგრამ რაც შეეხება ჩვენ თამაშს, ხარისხს იყო ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული. განსაკუთრებით პირველი ტაიმში ალბათ თამაში დასრულდა ჩვენთვის. მეორე ტაიმში მხოლოდ ფიქრობდით რომ ანგარიში შეგვენარჩუნებინა, მაგრამ დღევანდელი პირველი ტაიმი და სომხეთში ჩატარებული თამაშით ალბათ ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ, სიახლეები იყო ძალიან ბევრი. და ვცდილობთ რომ უფრო რაღაც მიმზიდველი ფეხბურთი ვითამაშოთ, გადავეწყეთ 4 ცოლზე, რამაც ალბათ რაღაც კარგად აისახა ჩვენ ნაკრებზე, იმიტომ რომ შემტევი ფეხბურთელები უფრო ერთით მეტი შემტევი ფეხბურთელი ყავს და რა თქმა უნდა მათთვის არის ძალიან კარგი, ცოტა მეტ რისკს ვიღებთ უკნიდან და ვფიქრობ
ძალიან მაგრად გავართვით თავი. სასწაული ეს სახლი არის ჩვენი და ძალიან გამიხარდა ისევ ამ გარემოში თამაში, იმიტომ რომ ყოველთვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ჩვენი გულშემატკივარი და რაღაცა სახლში ქონდა თამაში ისევ რა და ისევ ფიქრობ აქ ჩატარებული თამაში ძალიან დიდ უპირატესობას ქმნით და მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი თამაში ვითამაშოთ ფინალზე. საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩის ჯამში სომხეთი 9-1 დაამარცხა და შესაბამისად ერთა ლიგის მომდევნო სეზონში კვლავ ბელიგაში იქნება. ვილისანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება. სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.